წყალი გვაქვს, რაც თავარია და ვსაუბრობთ წყლის დადებით თვისებებზე. მე ჩემი აპლიკაციაც მოვიმარჯვე, რომელიც მივიწყებული მქონდა, მაგრამ ახლა აი პირველი ჭიქა წყალი. და მოდი ჩვენ წყალთან დაკავშირებულ თემებზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენ სტუმარი გახლავთ ავტონ კეთევან ასათიანი ენდოკრინოლოგი, გამარჯობა. მადლობა სტუდიაში სტუმრობისთვის. და ეს რაღაც ისეთი თემაა ძალიან საინტერესო. დილიდან კი არა. დროული და აქტუალური. ხო, რაღაც თან ხო უკვე გაზაფხული მოდის, მე უკვე ავიც ბევრი რაღაც იცვლება და მე მგონი ზამთარიც არ არის საკლებად მნიშვნელოვანი წყლის მიღების თვალსაზრისით. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ წყლის მიღება სეზონური ხასიათი ნამდვილად არ აქვს. ხო, მაგრამ ალბათ სეზონების მიხედვით განსხვავდება წყლის მიღების. რა თქმა უნდა, ზაფხულში მოთხოვნილება გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ზამთარში. ზამთარში მაინც უფრო მეტი ენთუზიაზმით და სიამოვნებით მივირთმევ ცოტა სხვა სითხეს, არა? ჩაის, ყავას. უფრო თბილს, რაც უფრო მეტად გვათბობს. თუმცა ვერც ჩაი და ვერც ყავა ვერ ჩაანაცვლებს იმ წყლის სარგებელს და სიკეთეს, რაც ზოგადად წყალს მოაქვს ჩვენი ორგანიზმის. მე როგორც ვიცი, ყავა და ჩაი არის შარმდენი და პირიქით სითხისგან დაცლას უწყობს ხას თუ ეს არ არის ეს. იცით, ყველაზე უნივერსალური შარმდენი საშუალება, რა თქმა უნდა, თავად წყალია. ჩაი და ყავა მათ აქვთ ესეთი სუსტად გამოხატული შარმდენი ეფექტი, თუმცა როგორ გითხრათ, იცით, აი წყლის სიკეთე ჩაის და ყავას ნამდვილად არ აქვს. რატომ? იმიტომ რომ კარგად არის ჩვენთვის ცნობილი, რომ ჩვენი ორგანიზმი, რა თქმა უნდა, ასაკზე და სქესზე დამოკიდებულები, ძირითადად 80% სწორედ რომ წყლისგან შედგება. ანუ წყალი მონაწილეობას იღებს ფაქტობრივად ყველა ორგანოთა სისტემის სრულფასოვან მუშაობაში. უფრო რომ დავკონკრეტდე, იცით, აი წყალი არის ესეთი შეუცვლელი ელემენტი, როგორც რისთვის, პირველ რიგში ნივთიერებათა ცვლის პროცესებისთვის, იმისათვის, რომ ჩვენ სისხლძარღვებში სისხლი თავისუფლად მიედინებოდეს, სისხლი არ იყოს შედედებული და მას არ სჭირდებოდეს გათხიერება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ვიღებთ პრეპარატებს, რომლებიც განკუთვნილია სწორედ რომ სისხლის გამათხიერებელი ეფექტი რომელთაც აქვთ, მათ შეიძლება საერთოდ ვერ იმოქმედონ, იმიტომ რომ მიზეზი არის სწორედ ის, რომ ჩვენი ორგანიზმი გაუწყლოვანებულია. ხო, ძალიან საინტერესო რაღაცაა, რომ სიცოცხლე დაიბადა წყალში და ჩვენი უჯრედების რეალურად წყალში არის. უბრალოდ გარედან კანი ფარავს. ფაქტობრივად 90% თითოეული ჩვენი უჯრედის. ამას გარდა, იცით, ის საკმაოდ კარგი ეფექტური საშუალება არის ჩვენი სახსრების თვალსაზრისით. ის გვევლინება როგორც ერთგვარი საცხი ჩვენი სახსრებისთვის, იცავს მათ გაცვეთისგან, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ისიც რომ ის მონაწილეობას იღებს იმაში, რომ თავის ტვინის უჯრედები სრულფასოვნად მუშაობდნენ, ესეც ვფიქრობ ძალიან დიდი პლუსია. ამას გარდა, იცით, ძალიან ხშირად, როდესაც საუბრობთ მეხსიერების დაქვეითებაზე, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებაზე, უხშირესად ენდოკრინოლოგს ამჩივილით, როცა მომართავენ სურთფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობის გამოკვლევა, ვინაიდან ეს ის სიმპტომები გახლავთ, რომელიც ხშირად ჩვევია სწორედ რომ ფარისებრი ჯირკვლის გაუმართავ მუშაობას. ასე ძალიან ბევრი ენდოკრინოლოგი მე დარწმუნებულია, როდესაც პაციენტს ეუბნება, რომ მას არ აქვს პრობლემები და უბრალოდ ჭირდება უფრო მეტი წყლის მიღება, ძალიან უკმაყოფილოები არიან. ხშირად არის ესეთი გაუგებარი ღიმილი, როგორ ფარისებრი არაფერ შუაში არ არის, არა იცით, თქვენ გაკლიათ წყალი, თქვენ უნდა მიიღოთ ადეკვატური ოდენობით წყალი. არის თქო განსაზღვრული კონკრეტული ნორმა ყოველდღიურად რა რაოდენობის წყალი უნდა მივიღოთ. იცით, თუ კი ჩვენ საუბრობთ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანზე, ალბათ მინიმუმ ლიტр ნახევარი, 2 ლიტრი წყალი იქნება სავსებით საკმარისი და იდეალური. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც ინდივიდუალურია. იცით, საშუალოდ ესეთი გათვლა, რომ კილოგრამზე 30 მილილიტრი. აი ეს რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალური დღიური ნორმა, მაგრამ თუ კი არ არის გულსისძარღვთა სისტემის პათოლოგია, თუ კი საშარდე სისტემა სრულფასოვნად მუშაობს, თუ კი არ გვაქვს მიდრეკილება შეშუპებისადმი, მაშინ რა თქმა უნდა ლიტр ნახევარი ზაფხულში 2 ლიტრი და მეტიც კი, სხვა ჩერს იაპონელი მეცნიერები გვთავაზობენ ესეთ ოდენობას, რომ 3 ლიტრი სითხე, მაგრამ რა თქმა უნდა პრაქტიკულად ჯანმრთელ პიროვნებაზე საუბარი. მე მგონი ეს სითხის მიღება რაღაც დღის პირველ ნახევარში ჯობია მოხერხდეს, იმიტომ რომ დღის მეორე ნახევარში თირკმლები ვეღარ მუშაობს ისე აქტიურად და სითხის გამოდინების პრობლემა რომ არ იყოს. სასურველია რომ ალბათ დღის პირველ ნახევარში, თუმცა არა იმდენად, რამდენადაც შესაძლოა თირკმელს შეექმნას რაღაც განსაზღვრული პრობლემა, არამედ ელემენტარულად ძილღვიძილის ფაზები შეიძლება დაირღვეს, იმიტომ რომ რაც უფრო გვიან დავიტვირთებით წყლით, ეს გახლავთ უნივერსალური შარდმდენი და შესაბამისად ჩვენი ძილის სრულფასოვნება დაირღვევა და სწორედ შაბათ-კვირას ძალის აღდგენის ნაცვლად შესაძლოა ვიყოთ საკმაოდ ფხიზლად. ასევე გამიგია რომ დილით
უზმოზე, სანამ საუზმეს მივირთმევთ, მანამდე აუცილებელიც კი არის ასეთი რეკომენდაცია გამიგია, რომ დავლიოთ 1 ჭიქა წყალი. თუმცა თქვენ გადაცემის დასაწყისში ბრძანეთ, რომ ეს თქვენი მხოლოდ პირველი ფინჯანი წყალია. არა, მე ყოველთვის ბავშვობიდან თითქმის არ ვიცი ჩვევა მაქვს, უბრალოდ მოთხოვნილება მაქვს. არ მახსოვს დილო, რომ მე ჭიქა წყლით არ დამაწყოს. ძალიან კარგია, იცით, ჩვეულებრივ ძილის შემდგომ, იმისათვის რომ ჩვენი ორგანიზმი გამოფხიზლდეს, იმისათვის რომ ტონუსში მოვიდეს და ყველა ორგანოთა სისტემა სრულფასოვნად იმუშაოს, თუ კი დავიწყებთ 1 ფინჯანი წყლით, რომელიც შემდგომ დაგვირგვინდება სრულფასოვანი საუზმით და ისე თუ გავალთ შინიდან და გავემართებით და მივემართებით ჩვენი სამსახურებისკენ, ეს იქნება აბსოლუტურად იდეალური. ჩემს გარშემო არსებული ადამიანების უმეტესობა დილას იწყებს ჭიქა ფინჯანი ყავით და არა ფინჯანი წყლით. მართალი მე ვიწყებ ფინჯანი ყავით, რომელსაც ძეს უმატებ ხოლმე რაღაცა, თუმცა არ ვიცი, ნამდვილად ძალიან მივეჩვიე. იცით, ძალიან ხშირად ასევე არის ესეთი ტიპის შეკითხვა, რომ როდის არის უმჯობესი, რომ მივირთვათ წყალი. აი თქვენ რაც ბრძანეთ, დილით უზმოთ, კვების წინ, კვების დროს, კვების დასრულებისთანავე. იცით, აღმოჩნდა, რომ პრინციპული მნიშვნელობა არა წყლის მიღების დროს აქვს, არამედ იმას თუ რა ტემპერატურის წყალს მივიღებთ. იმიტომ რომ ჩვეულებრივ საჭმლის მომნელებელი ტრაქტი მოგეხსენებათ, რომ საჭმლის მონელება იწყება სწორედ რომ პირის გრუდან, პირის გრუში უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ რომ დავაქუცმაცოთ ეს მირთმეული საკვები და შემდგომ უკვე მირთმეული საკვები ჩვენს კუჭ-ნაწლავში და კუჭში კონკრეტულად განსაზღვრული პერიოდი დაახლოებით 4-5 საათი მიდის მისი გადამუშავება, მონელების პროცესი და შემდგომ უკვე ტრანსპორტირება სხვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის შემდგომ ნაწილებში, არა? აი სწორედ რომ როდესაც ეს არის ცივი წყალი, რომელიც კვების დროს არის მირთმეული, ის რა შვება, ის აი 4-5 საათის ნაცვლად შედარებით უფრო სწრაფად უწყობს ხელს კუჭიდან საკვების დაცლას, მაშინ როცა ის საკვები ჯერ კიდევ მოუნელებელია, განსაკუთრებით როდესაც ცილოვანი პროდუქტის მირთმევა ხდება, ანუ ხორცი, ესეთი რძის პროდუქტები, რაშიც შედის ცხოველური ცილაც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, იცით, ის ვერ ასწრებს იმ მარტივ ამინომჟავებად დაშლას და შესაბამისად მოუნელებელი საკვები გადადის, რა თქმა უნდა, ეს კი უკვე რა თქმა უნდა, თბილი წყალი უფრო კარგია ამ შემთხვევაში. უფრო დამდგარი ოთახის ტემპერატურის და აი სწორედ ეს ნაადრევი გადასვლა კუჭიდან საკვების ხელს უწყობს ენტერიტების, კოლიტის, დისბაქტერიოზის განვითარების წინაპირობაა, ვინაიდან იწყება ლპობითი პროცესები, რომლებიც აბსოლუტურად არასასურველია, რომ მიდიოდეს. ანუ ყურადღებას ვაქცევთ, რომ წყალი იყოს ოთახის ტემპერატურის და არ ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რომ ჭამის დროს მივირთმევთ, ჭამამდე იცით, ჭამამდე ჩვეულებრივ ჩვენ ესე ვურჩევთ, რომ ჭამამდე მიღებული სითხე რისი გარანტია? წყალი ხომ აბსოლუტურად უკალორიოა, არა? ასევე ვისაც აწუხებს ჭარბი კილოგრამები, მათ ყოველთვის ვურჩევთ და მათაც პრინციპში ურჩევნიათ, რომ საკვების მიღებამდე მიირთვან მათთვის სასურველი ოდენობა, იმიტომ რომ წყლის მიღება ძალდატანებით, იძულებით აბსოლუტურად წარმოუდგენელია. შეიძლება მცირე ყლუპით, ზოგს ურჩევნია, რომ ერთბაშად მიირთვას რაღაც განსაზღვრული ოდენობა. და ის საკვების წინ მირთმეული წყალი, რისი წინაპირობაა, გვაქვს კუჭის სავსეობის შეგრძნება და მიღებული საკვების შემდგომი ულუფა უფრო მცირეა, უფრო მოგრძალებულია და ამ შეიძლება ჭარბი კალორიები არ მივიღოთ ამის გამო. შეიძლება არ მივიღოთ ჭარბი კალორიები. ეს ძალიან საინტერესო თემაა ასევე ის, რომ წყალი როგორც ესეთი ნივთიერება წყალი, ხო? და ასევე წყლის შემცველები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ საქმეებში თუ ყოველდღიურ მოხმარებაში გამოვიყენებთ, როგორც არის გაზიანი ტკბილის სასმელები, დატკბილი მინერალური წყლები, ასევე საკვებშიდაც, ხო? ანუ სუფები, ძირითადად წვნიანი წყლისგან შედგება. ამ რამდენად შეუძლიათ ამას წყლის ჩანაცვლება? იცით, ფაქტობრივად წყლის ჩანაცვლება არანაირ სითხეს და არანაირ ნივთიერებას არ შეუძლია. ეს შეიძლება ძალიან ლოგიკური კითხვაა, ამ შემთხვევაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც იღებენ წვნიანს და არსებობენ ადამიანები, რომლებიც წვნიანს არ იღებენ. მაგალითად მე საერთოდ არ ვიღებ ფაქტობრივად წვნიანს. ანუ ჩვენ უფრო მეტი წყალი უნდა დავლიოთ თუ იმ ადამიანები, რომლებიც წვნიანს იღებენ, თუ ეს არ ცვლის ერთმანეთს. ეს არ ცვლის ერთმანეთს, იმიტომ რომ წყალს და წყლის სარგებელს წვნიანი ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს. ამას გარდა ჩვეულებრივ იცით წყლის შევსებაზე როცა ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ამაში ძალიან კარგად გვეხმარება იგივე ხილი, ბოსტნეული და თუნდაც მაწონი, კეფირი, მაგრამ აი წყალს რაც შეეხება, ეს უნდა იყოს მიღებული სწორედ რომ წყლის სახით, თუ კი წყლის ფორმით, თუ კი გსურს ყველა იმ სიკეთის მიღება, თუნდაც ქალბატონებისთვის ბზინვარე, ელასტიური, საკმაოდ კარგი ესეთი კანი, ასევე თმის ჯანსაღი ელფერი, ესეც ნაწილობრივ წყლის მიღებაზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა. მოდით რომ დაუბრუნდეთ, მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც წყლის მაგილოც ხავს კოკა-კოლას ხოლმე. ჩემი და ძალიან რეკლამა არ გავუკეთებ. ხო, ტკბილი გაზიანი სასმელი. მეგონის ატირეკლამა უფრო გამოაპასუხე. შემდეგ ეს
შეიძლება თუ რეალურად იყოს საფრთხის შემცველი გაზიანი დატკბილული სასმელების გაზიანი დატკბილული სასმელი მე როგორც მივხვდი იწვევს თან დამოკიდებულებას. ოღონდ ნამდვილ მათ შორის მინერალური წყლებიც მე მგონი. რაც უფრო მეც მიირთმევ, უფრო მეტი მოთხოვნილება გაქვს რომ ისევ განმეორებით მიირთვა. ვფიქრობ რომ წყურვილი შეგრძნების განეიტრალება ტკბილი გაზიანი სასმელებით აბსოლუტურად პირიქით ხდება. სულ უფრო მეტი მოთხოვნილება. იცით რა თქმა უნდა წყალთან არ არის მოსატანი არანაირი სასმელი და ტკბილი გაზიანი სასმელი თავისთავად ასევე საფრთხეს მოიცავს სხვადასხვა ორგანოთა სისტემის არასრულფასოვანი მუშაობისთვის. მე არ ვამბობ ერჯერადად მიღებულ სასმელს. სისტემატიური ხასიათი, როდესაც საკმაოდ დიდი ოდენობით არის ეს და ყოველდღიურად როცა არის და განსაკუთრებული სიფრთხილით საბავშვო და მოზარდ ასაკში. როდესაც რა თქმა უნდა მათ წყალს ისინი არ მიირთმევენ და უპირატესობას ანიჭებენ სწორედ რომ აი ეს ტკბილ გაზიანი ვახსენეთ და მოდი ამ თემას დავაბრუნდეთ და ანუ არსებობს გარკვეული მდგომარეობები, რომლის დროსაც წყლის მოხმარება იზრდება და უფრო მეტი წყალი უნდა მიიღოს ადამიანმა. რა არის ეს მდგომარეობები? აი მაგათაც თუ ერთი ვახსენეთ უკვე გარემოში როცა მაღალი ტემპერატურაა, როცა თვითონ პაციენტს აქვს ტემპერატურა და აქვს მაღალი ცხელება, ამ შემთხვევაში წყლის მოცულობა უნდა გაიზარდოს თუ როგორ უნდა მოიქცეთ. რამდენად უნდა გავზარდოს? ძალიან ხშირად ურჩევენ. იცით, ამასთან დაკავშირებით არის ესეთი მოსაზრება, რომ ხშირად ასევე ესეთი მორიგი შეკითხვა, რაც არის ხოლმე არის ის რომ აი დაუშვათ მაქვს საშარდე გზების ინფექცია. ეს პრინციპში ენდოკრინოლოგის პრეროგატივა სრულებით არ გახავთ, მაგრამ როდესაც პაციენტს ხედავთ, იქ რა თქმა უნდა ყველა ნიუანსზე, დეტალზე, ყველა მისჩივილზე ვცდილობთ რომ ყურადღება გავამახვილოთ. არის თუ არა წყალი პროფილაქტიკა იმისი რომ არ დაგვემართოს აი ესა თუ ის ინფექციური დაავადება. წყალი როგორც პროფილაქტიკა ამა თუ იმ ინფექციური დაავადების, მათ შორის საშარდე გზების დაავადების ვერაფრით ვერ იქნება. თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ როდესაც საუბარია მაღალ ცხელებაზე, მაღალ ტემპერატურაზე, თუ კი ეს არის ასევე ვირუსული ინფექცია, რომელიც მიდის ან ფაღარათით, ან პირღებინებით, ასე დროს რა თქმა უნდა ხდება დანაკარგი. შესაძლოა წყლის სახით შევივსოთ ეს, ასევე შეიძლება დანამატების სპეციფიური, რომელიც მიკრო-მაკრო ელემენტებს შეიცავს. რატომ? იმიტომ რომ ამ დროს რა თქმა უნდა სპეციფიური ხსნარები არსებობს, სპეციფიური ფხვნილები, რომელთა მიღება ამ დროს აბსოლუტურად აუცილებელია. ხსნარებს მე ცოტა მე დავუბრუნდეთ და ესეთი კითხვა მექნება ალბათ მშობლებსაც საინტერესოა. ბავშვს აქვს ცხელება, ჩვენ უნდა მივცეთ მას ცივი წყალი თუ თბილი? სასურველია რომ მივცეთ ოთახის ტემპერატურის წყალი ყოველთვის და ეს არ უნდა იყოს არც ცხელი, ანუ ცივი წყალი მას არ გააგრილებს და ტემპერატურას ქვემოთ არ დაწევს. არ გააგრილებს, ტემპერატურას არ დაწევს და საფრთხეს შეუქმნის ასევე იმას რომ შეიძლება ყელის პრობლემაც დაგვეწყოს და ყელი გაუცივდეს. ალექს მახსენა მინერალური წყალი და უბრალოდ არ მინდა გამოგჩეს მინერალური წყლის დროს, როდესაც შენ თქვი ხო რომ დიდი რაოდენობით იღებდი ყოველდღიურად მინერალურ წყალს. ამ შემთხვევაში თუ წყლის რაოდენობას დიდად არ ვაკონტროლებთ და მშვიდად ვარ, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ თქვა დღეს განმავლობაში 2 litrს მივიღებთ, მინერალური წყლის შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ ზედმეტი დოზა ისეთი საშიშია ჩვენი ორგანიზმის. ესეც აბსოლუტურად ინდივიდუალურია. ვინაიდან მოგეხსენებათ რომ ძალიან ხშირია კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები. კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, სადაც მჟავიანობის ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. განსაზღვრული ესეთი პრობლემების დროს, როდესაც არის კუჭის მაღალი მჟავიანობა, ან დაბალი მჟავიანობა, ან ნორმალური მჟავიანობა, იგივე მინერალურ წყალს აქვს თავისი მიღების ერთგვარი წესი. თუ კი მჟავიანობა ნორმალურია, შესაძლოა რომ მივიღოთ საკვების მირთმევამდე დაახლოებით 45 წუთით ადრე ეს მინერალური წყალი და ის პრობლემას არ შექმნის. და რაოდენობას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა, იმიტომ როგორც ვიცით, ანუ როცა იყო ესეთი მე შეიძლება მაშინ მოძოლებული ინფორმაცია ეხა, რასაც მე ვამბობ, მაგრამ იყო ესეთი რაოდენობები, ანუ იყო ერთი ჭიქა 100 ან 150 მილილიტრი მინერალური წყლის და ეს არ იყო ლიტრობით მინერალური წყლის მიღება. მით უმეტეს თუ გავთვალისწინებთ იმას, რომ ქართული მინერალური წყლები, რომლებიც ჩვენთან იყიდება, არის ძალიან მაღალი მინერალიზაციის, ამიტომ გარკვეული ტიპის საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. ანუ ზომიერება, მაინც უბრუნდებით ზომიერებას, რახან მინერალიზაციას ვახსენებთ, ასევე საინტერესო თემა იქნება და მეც მაინტერესებს ეს, როდესაც ვიღებთ მარილიან საკვებს, წყლის ანუ ყველს მათ შორის თევზი და ასე შემდეგ, იგრძდება ძალიან წყლის მიღების მოთხოვნილება. ეს ხო არ შეიძლება ეს იყოს საფრთხის შემცველი, იმიტომ რომ თუნდაც ნატრიუმის იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას.
იცით რა ხდება, როდესაც მივირთმევთ მარილიან საკვებს, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება წყლის მიღების გაცილებით უფრო გაძლიერებულია. ამ დროს საფრთხე გვექნება იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი ალბათობა სითხის შეკავების, ანუ შეშუპების. და შესაბამისად ის ადამიანები, ვინც მიდრეკილნი არიან შეშუპებისადმი, ვისაც აქვს დაუშვათ თირკმლის გამომყოფი ფუნქციის პრობლემა, ვისაც აქვს გულსისძარღვთა სისტემის რაღაც სერიოზული პრობლემა, რა თქმა უნდა, იქ როგორც მარილის მიღება შეზღუდულია, ასევე წყლის მიღებაც არის შეზღუდული და განსაზღვრულ ოდენობას აღწევს. ანუ პრინციპში ესეც ყოველივე უნდა იყოს ინდივიდუალურად შედგენილი, შექმნილი თითოეული ამ ადამიანისათვის და თუ კი შესაძლებელია რომ მივიღოთ წყალი, ის წყალიც უნდა თანდათანობით გავზარდოთ. ზოგ შემთხვევაში, როდესაც წყლის მიღება საერთოდ არ ხდება, ან მხოლოდ ერთი ფინჯანია, ჩვენ ვერაფრით ვერ ვურჩევთ მაყურებელს, რომ მოდით ერთბაშად ერთ მიღებაზე 9 ლიტრი თუ შეიძლება შეუსვენებლივ მიიღეთ. ეს არაბუნებრივია, არაფიზიოლოგიურია და ეს არ უნდა იყოს რაღაც უარყოფით ემოციასთან დაკავშირებული და ძალდატანებით არ უნდა იყოს. ამიტომ თუ კი მისაღებია, რომ 9 საათში ერთხელ, 1 საათში ერთხელ 100 მილილიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი მივიღოთ, ვფიქრობ ეს მხოლოდ სიკეთის მომდანია. დავყოთ ულუფებად. და მოდის ჩვენი დრონელანელა იწურება, ამიტომ ერთხელ ვახსენეთ ეს და აუცილებლად მაყურებელს რომ დავალაპარაკოთ ამ თემაზე სითხის შემოსავლები, რომლებიც გარკვეული მინერალიზაციის აქვს და ხსნარებითაც კი იყიდება ხოლმე გამზადებული, განსაკუთრებით მშობლებს უყვართ ხოლმე ბავშვებისთვის მიცემა ფაღარათის დროს, როდესაც განსაკუთრებით ხდება დიდი რაოდენობის სითხის გამოსვლა. ეს ნივთიერებები ზოგჯერ ურეცეპტორთაც იყიდება. შეიძლება იყოს თორე საფრთხის შემცველი პატარასთვის ან დიდისთვის ამ ნივთიერებების მიღება. აი რეჰიდრონი ეგრეთ წოდებული რაც შეგვიძლია. ჩვეულებრივ მე ვფიქრობ, რომ როდესაც საკითხი ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას, მაქსიმალურად უმჯობესია გავითვალისწინოთ პედიატრის რეკომენდაცია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას რომელი პრეპარატი უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს და თვითნებურად გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, რაც არ უნდა აპრობირებული გამოცდილი მეთოდი იყოს, რაც შეიძლება რომ ჩვენს შემთხვევაში გავაკეთოთ, იმას ნუ განვავრცობ ჩვენ შვილებზე. აქედან გამომდინარე, როდესაც არის ფაღარათი, როდესაც არის პირღებინება, რა თქმა უნდა მშობელმა უნდა მიმართოს ექიმს, პედიატრს და უკვე მასთან შეთანხმებულად გადაწყვიტოს თუ რომელი პრეპარატი, რომელი მედიკამენტი, ან ამ შემთხვევაში ეს უკვე მედიკამენტი არ არის, ეს არის ის აუცილებელი ნაზავი მიკრო-მაკროელემენტების, რაც მიშვილს აკლია, რა გამოიყენოს. ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის, ჩვენ დრონელანელა მოიწურა, მოკლედ ძალიან საინტერესო. დილას მე უკვე ჩამოყალიბდი რომ ხალხი შემიძლია და პირობას ვთქვი რომ შევასრულებ, ვიწყებ, სანამ ვისაუზმებ ერთი ჭიქა წყალი და დღის განმავლობაში შევეცდები რომ 2 ლიტრამდე ავიდე. ყველაფრისთვის კარგია, მაგრამ დოზირება და ზომიერება მე მგონი ყველაფერში უნდა დავიწყოთ. ჩვენ სტუმარს ძალიან დიდი მადლობა საინტერესო. ასე ძალიან საინტერესო რჩევა, თუნდაც ის რომ საფხულში ნუ მეეტანებით მაინც და მაინც გაკეთულ მაცივრი წყალს, არამედ ოთახის ტემპერატურაზე დაყენებული წყალი მიირთვით, იმის გამო ეს სინამდვილეში არ გაგრილებთ. და ჩვეულებრივი წყლის აორთქლება გაგრილებთ რეალურად, ამიტომ წყლის რაოდენობას აქვს აქ მნიშვნელობა და არა წყლის ტემპერატურას რამდენს მიიღებთ. და პრაქტიკულად გახუნცულები გავდივართ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ისევ წყალზე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ წყალი არის მარტო არა ჩვენი შინაგანი ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, ასევე გარეგნულ იერსახეზე ძალიან მოქმედი. ასევე კანის ორგანოა ერთ-ერთი და მის ჯანმრთელობაზე ვისაუბრებთ შემდეგ კი ბატონო, სტუმარს დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, ასე რომ დაგველოდეთ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ.